თბილისი არის სიცოცხლით სავსე ქალაქი და მუდამ იქნება სიცოცხლით სავსე ქალაქი. ამ პროპაგანდისტული მესიჯის თქმა ქალაქის მერის კახა კალაძისთვის არ არის უხერხული ტრაგედიიდან 3 დღის შემდეგაც, როცა ამ ქალაქში კორპუსის სახურავიდან გარე ფასადის ჩამოშლამ 2 მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. შემზარავი ტრაგედია ვაკის პარკის შადრევნის გახსნიდან რამდენიმე საათში დატრიალდა. ტრაგედია წყნეთში 15 წლის ბიჭი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. კახა კალაძეს შეუძლია თქვას, რომ თბილისი სიცოცხლით სავსეა. ის თბილისი, სადაც 13 წლის მოზარდი შეიძლება მერის მიერვე საზეიმოდ გახსნილ შადრევანში დაიღუპოს და ქალაქი, სადაც სკვერში თამაშის დროს 15 წლის მოზარდი დენის დარტყმა მიმსხვერპლოს. მე ვამბობ, როგორც დათუნა ჟღენტის დედა, რომ ეს არის სისტემური დანაშაული, რომელმაც დამიღუპა შვილი. მომიკლეს გამოდის შვილი. ბრალსდებ დაწყებული გამგეობიდან მერიიდან დამთავრებული ტენდერის მომგები კომპანია ვინც არის მოქალაქეები საფრთხეს ხედავენ ყველგან ბატონო კახი მოქალაქეები საფრთხეს ხედავენ ყველგან როგორც გაურბიან ჩვენს შეკითხვებს ასე გაურბიან პასუხისმგებლობებს ქალაქში დატრიალებულ ტრაგედიებს უბედურ შემთხვევებს არ ქმევენ როცა ყველაფერი ვიღაცის შეცდომით ვიღაცის გულგრილობით და ვიღაცის დაუდევრობით ხდება კალაძეს ესმის ხალხის ხმა არ ამგონია რომ ეს მოხდეს როდის რა მოხდება აქ არ ვიცი და იმიტომ ვიძახით რომ ბომბზე ვზივარ და იმ ვაგზალზე უარესი ამბავი მოხდება ხალხსაც დაიყოლებს ვინც ამ ქალაქში ავარიულ სახლებში ცხოვრობს არ ფიქრობენ რომ მათი ქალაქი და მათი უბნები სიცოცხლითაა სავსე რადგან საფრთხე ყველგანაა სახლში და გარეთ ბატონო ირაკლი კიდევ შეგიძლიათ თქვათ რომ სიცოცხლით სავსეა ეს ქალაქი ადამიანები იღუპებიან თქვენ ხალხის ბედზე ნაკლებად გეტყობათ რომ იმაზე ნერვიულობდეთ და რამე გადაგდებთ გორი სიცოცხლით სავსე არის ნერვიულობისგან ხმა გვაქვს იმიტომ რომ მე მაგალითად სამსახურში რომ მივდივარ რა დამხდება არ ვიცი აი ნახე რა ხდება ხალხი კანკალისა ცხოვრობენ ესე კანკალისა ბრო დაინგრევა მერე უნდა მოვიდეს მთავრობა ამ ქუჩაზე რომელი ეზოსკარიც არ უნდა შეაღო ყველგან გეტყვიან რომ მთავრობას ისინი არ ახსოვს ფიროსმანის ქუჩაზე ამ ავარიულ სახლში მოქალაქეები ყოველ წუთიერ შიშში ცხოვრობენ გამგეობა მერია ყველა იცის ამ სახლის მდგომარეობა თვითონ კალაძე ორჯერ არის ამ ეზოში ნამყოფი რამდენი არჩევნები მოვა აფახურდებიან მოვლენ დავხედავენ იმეც მოგცემენ ვემზადებით და ისე დაიწყება ხალხზე მუშაობ ჩვენ ზუსტად მე თავიდან ბოლომდე 44-ვე ოჯახის ინფორმაცია და პრობლემა ვიცი რაც არის განთავსებული ფიროსმანის ქუჩაზე ყველებს შეკვიდები და მიდია შეკეთება რამეა არაფერი. სპორტი, განათლება, კულტურა ამ მიმართულებებით მასშტაბურ პროექტებს განვახორციელებთ. ხალხი ოცნებას მხოლოდ წინა საარჩევნო და მხოლოდ ტრაგედიების შემდეგ ახსენდება, რომ სიკვდილი ორმოს, ავარიულ კორპუსს, სკვერს, შადრევანს და თავად საზოგადოებას დააბრალოს. ჩვენია ხალხი რაშვაშია. ხალხი რაშვაშია. ანუ პასუხისმგებელი ვინ არის ამ ყველაფერზე? პასუხისმგებელი მთავრობა მერია. თუ დაინგრა წავასულ. აი აქედან ჩამოინგრა უყურეთ რა დრეშია. აქ ადამიანი გაივლის. ძიმე ავარიული მდგომარეობაა ჭონქაძის 12 ნომერში. ქუჩის ეს მონაკვეთიც კალაძის საარჩევნო კლიპში 8 წლის წინ მოხდა. აქაც არაფერი შეცვლილა. შენობებს შიგნით ბზარები და შესაბამისად ჩამონგრევის რისკები კიდევ უფრო იზრდება. ქალაქი არის? არ არის ქალაქი. დაწყებული შენობებიდან დამთავრებული მოძრაობამდე. შეგეზარება სახში შესვლა შიშით შედიხარ გარეთ გამოდიხარ და გეზარება სიარული არავინ არ გველაპარაკება აბსოლუტურად რა ხშირად ნელ-ნელა ცვივა ის ყოველდღე თითქმის ეს საცხოვრებელი კორპუსი სადგურის მოედანზე იმ შენობასთან ახლოს გადავიღეთ, სადაც რამდენიმე დღის წინ ტრაგედია მოხდა. ჩამოშლილი კედლები, ბზარები, სახურავის გადმოწეული ფასადები. ასეთი ავარიული ამ უბანში ბევრი სახლია. ამ შენობების ქვემოთ გარე ვაჭრობაა და ყოველდღიურად ათასობით გამვლელი დადის. საფრთხე არ არის ნამდვილად. ნახე რა ხდება, ყველა შენობა ავარიულია, რა ვიცი. საფრთხე არის, კი, ორჯერ დავრეკეთ. აი აქ ქალბატონი იყო ეშინოდა და მერის პასუხი რა არის ხოლმე? ვითომ ყველაფერი კარგად არის. არ არის საფრთხე ნამდვილად, მეშინია. მე თვითონ ხა უყურებდი რომ ამოვდიოდი და მეშინოდა, მაგრამ ბაშიში. აი და ვინ არის პასუხისმგებელი ამაზე? მე ვიქნები როგორ გონია. ვინა და ვის არის ხელისუფლებაში?
ძალაზე. ნახე ინფლექსიაში სიარული. აი მაღლა აიხედეთ. ყაზბეგის ქუჩაზეც ამ საცხოვრებელი კორპუსის სახურავის ფასადიც გადმოწეულია. ამბობენ, რომ ბეტონის ფრაგმენტები ყოველდღე ცვივა და მერიამ ამის შესახებ იცის. ასეთი სიტუაცია. აი როგორ დადიხართ ხოლმე ამ ადგილს როგორ ისე უხვევ მეშინი აქციარული. მოქალაქეებმა მერიის წინ აქციაც გამართეს, სადაც კალაძეს კიდევ ერთხელ უთხრეს, როგორ დაკარგა ამ ქალაქმა სიცოცხლე და როგორ გაივსო სიკვდილით. ჩვენ ფაქტობრივად ვხედავთ, რომ თბილისში ცხოვრება უბრალოდ არის საშიში, ჩვენ ვახეთ, რომ სკვერებში თუ უბრალოდ საცხოვრებელ სახლში შესვლის უნდა გეშინოდეს. ხელისუფლება ყოველთვის ველაპარაკება უბედურ შემთხვევაზე, როდესაც სინამდვილეში ტრაგედია მათი პასუხისმგებლობის ნაწილია. უბრალოდ მათი უპასუხისმგებლობის გამო ხდება. აი ეს უპასუხისმგებლობა მერიის მერამდენეჯერზე სამწუხაროდ სრულდება ფატალურად და ყოველთვის არის მსხვერპლი. ან მოქალაქე, ან ქარი, ან ცუდი ამინდი. მაგრამ არასოდეს ის ვინც მართლა პასუხისმგებელია. ტრაგედიიდან ტრაგედიამდე სიცოცხლით სავსე ქალაქში ადამიანების სიცოცხლეს კარგავენ. 2 წლის წინ კალაძის მიერ საზეიმოდ გახსნილმა შადრევანმა ვაკის პარკში 13 წლის მარიტა მეფარიშვილის სიცოცხლე შეიწირა. მაშინ ეს შადრევანი პროექტის დასრულებამდე 9 თვით ადრე გაიხსნა. ვფიქრობ, იმ უბედურებიდან, ტრაგედიიდან, რაც მივიღეთ, ძალიან მნიშვნელოვანია ევროპელი სპეციალისტების ჩართულობა აღნიშნულ პროექტში. სამუშაოების ბოლო ეტაპს ვიწყებთ. ტრაგედიიდან 3 წლის შემდეგ კალაძე ვაკის პარკში შადრევნების და კასკადის ხელახლა რეაბილიტაციას აანონსებს. კალაძე ზომი არა მაქვს რა. თუ გამკეთებელი იყო 12 წლის განმავლობაში უნდა გააკეთებია ყველაფერი და ახლა ასეთი კატასტროფები მოხდა ქალაქში და შეიძლება თავის წარმოჩენა უნდა. ათასობით ხალხს ლახავენ, ზემაში კლავენ პოლიციას და ისინი. რაც სიცოცხლის ქალაქზეა საერთოდ ლაპარაკი. სიკვდილით სავსე ქალაქია. კალაძის თბილისი არის არაპროფესიონალების მიერ ძალადობრივ, ბინძურ და საფრთხის შემცველ, ამ სიცოცხლისა და საფრთხის შემცველ ქალაქად გადაქცეული. უბედურება, როდესაც მოხდება ტრაგედია და ასეთი მძიმე შემთხვევები, მაშინ გამოდიხარ, მხოლოდ იმიტომ, რომ გინდათ პოლიტიკურად ჩემს მიმართ მე დამაზიანოთ, მერიისკენ გაიშვიროთ ხელი. დაზიანებული და კორუფციაში მხილებული მერის პასუხი ყოველთვის ასეთია. ყველაფერი სხვისი ბრალია.